აქვს თუ არა ადამიანს სული? გვაქვს თუ არა ადამიანებს სული? საცხოვროს ან სადმიდის გარდაცვალების შემთხვევაში, ან თუ ეძლევა სამუდამო სიცოცხლე? ეს კითხვები ალბათ ბევრ ადამიანს მოსვენებას არ აძლევს, მაგრამ იმდენად დიდია და ამოუცნობია ეს ფენომენი, მეცნიერებს დღემდე ვერ დაუდგენიათ სულის ადგილსამყოფელი. ვერც ერთი ადამიანი ვერ გეტყვით თუ საცხოვროს მისი სული, მაგრამ თითოეულმა ჩვენთაგანმა ვიცით, რომ ის ჩვენს სიცოცხლობს, რომ არა სული ადამიანი ლეშად იქცევა და ჩვენი არსებობა იმ წამსვე შეწყდება. სული ადამიანის ენერგეტიკული საწყისი გახლავთ, რომელიც ადამიანის სხეულში ცხოვრობს, როგორც ჩვენ, ისე ჩვენ სულს სჭირდება საზრდო. სული განვითარების ბევრ საფეხურს გადის და ეს ჩვენთვის შეუმჩნეველი პროცესია. სულისთვის არ არსებობს დრო და მანძილი, რადგან მას ძალუც ერთდროულად იყოს აქ და იყოს თუნდაც სხვა ქვეყანაში. სული გაჩნდება იქ, სადაც მას ჩვენ მოიხსენიებთ. სულის საზომით არ არსებობს დრო. როდესაც სული სხეულს ტოვებს, იმ წუთიდან დროის შეგრძნება აღარ არსებობს. გარდაცვლილი ადამიანის სულ რჩება შეგრძნება, რომ აი ეს ყველაფერი, აი ახლა ამ წუთს მოხდა. ამ დროს კი შეიძლება ჩვენ ცხოვრებაში ათეული წლები იყოს გასული. სულს აქვს ხედველობა, აზროვნება, სმენა, მას შეუძლია გაიაროს ყველგან და ყველაფერში, აქვს მოქმედების უნარი. რა შეხედულებაც გვაქვს ფიზიკურად, იგივე მიჰყვება სულის მდგომარეობაშიც. ამიტომ როცა ჩვენ მოგვიწევთ ჩვენი წინაპრებთან შეხვედრა, ჩვენ მათი ცნობა უბრალოდ არ გაგვიჭირდება. სული ადამიანის სხეულიდან თავიდან გადის და ზეცად გასვლისას იმ დონეზე გადაადგილდება, რამდენზეც სიცოცხლეში მიაღწია განვითარების რომელიმე ეტაპს. თუ ჩვენი დაბალი ემოციებით ვცხოვრობთ, შესაბამისად სულს მხოლოდ დაბალი ზღვის გადალახვა შეუძლია. საცხოვრობს სული თავდაპირველად, ამის თქმა მე არ შემიძლია, მაგრამ როდესაც ის გადაადგილებას იწყებს, პირველი დაბრკოლება გულის ფიცარია, რომელსაც გადალახავს და გადაადგილდება. ხშირად ეშლება სული ჩვენი ენერგეტიკულ სხეულებში. როცა ადამიანი გარდაიცვლება, ჯერ გტოვებს ენერგეტიკული სხეულები, სული კი რაღაც წვეთის მსგავსი პატარა არსება გადის ჩვენი თავიდან. ეს კი ძალიან ძალიან ძნელი პროცესია.